მამისათა, დადისათა, დაწმენისა სულისათა, აზდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს ჩვენ ერთ-ერთი შესანიშნავი მონაკვეთი წავიკითხეთ სახარებიდან. საერთოდ არც ერთი მონაკვეთი არ არის ნაკლები. მაგრამ არის განსაკუთრებული და ეს ნამდვილად არის, იმიტომ რომ განსაკუთრებულ ადამიანს შეეხება. ეს არის რომაელი ასისთავი. წარმართი სავარაუდოდ მისი რელიგიურობაზე არ არის ნათქვამი, მაგრამ სავარაუდოდ წარმართი, იმიტომ რომ რომის იმპერიაში სხვანაირად ვერ იქნებოდი. სულ ორჯერ აქვს, რომელმაც მიიღო მაცხოვრისაგან უდიდესი შეფასება. ორჯერ აქვს ნათქვამი, ორჯერ არის ხსენებული წმინდა წერილში, რომ გაუცთა ქრისტე. რამ შეიძლება გააოცოს მაცხოვარი, მაგრამ ნახეთ რამ შეიძლება გააოცოს ადამიანის გულმა და მისმა სათნოებამ შეიძლება გააოცოს ღმერთი. იმდენად არის მოკლებული ადამიანებში ეს სულიერება, ღვთისკენ სწრაფვა და სათნოება. და მეორე, ეს იყო კაპერნაუმში, ასისთავის შესახებ თქვა მან, რომ ასეთი რწმენა ისრაელშიც კი არ მინახავსო, მართლმორწმუნე ისრაელში, რომელსაც ჯული და წინასწარმეტყველები ჰქონდა, იმაზე ამბობს, რომ იქ არ მინახავსო. და მეორეჯერ ისევ რწმენას ეხება, ოღონდ ეს ნაზარეთში იყო და ნაზარეთში გაუცდა მაცხოვარი ურწმუნოებისა გამო. მრავალი სასწაული აღასრულა ნაზარეთში, მრავალი ქადაგება თქვა, მაგრამ არავინ არ ირწმუნა და ამიტომ გაუცდა ასევე აი ამ ადამიანების ურწმუნოების გამო. რომაელი ასისთავი საკმაოდ გავლენიანი პიროვნება იყო, რომელიც ფლობდა მიწიერ ძალაუფლებას, გავლენას, მაგრამ როგორც კი მას შეეხო განსაცდელი და უბედურება და მისი საყვარელი მონა სასიკვდილო სენმა შეიპყრა, მაშინვე ეს ადამიანი გამოავლინა ამ ადამიანმა ის სათნოებები, რომელშიც მასში იყო დამარხული. მაშინვე მონახა, როცა ნახა, რომ ადამიანური საშუალებები უკვე ვეღარაფერში ვეღარ წაადგება და დაიმდაბლა საკუთარი თავი და იპოვა მაცხოვარი და უბრალო ებრაელთან, წარმოიდგინეთ, წარმართისთვის ეს იყო ამხელა კადნიერება ჰქონდათ რომაელებს, საერთოდ ყველა მთელ მსოფლიოს ზემოდან უყურებდნენ და უპოვარ ებრაელ მოძღვართან მისვლა რამხელა დამცირება იყო, მაგრამ დაიმდაბლა საკუთარი თავი და მივიდა და სთხოვა მას განკურნება საკუთარი მონისა. ასე არის ადამიანები, მისი ძალაუფლება, მიწიერი ძალაუფლება აღმოჩნდა უსუსური ამ წინააღმდეგობის დროს. ასე არის ადამიანები ხვდებიან, რომ მიწიერი ძალაუფლება მხოლოდ განსაცდელში ხვდებიან მაგას, რომ მას არ აქვს აბსოლუტური ძალა და მნიშვნელობა. მაგრამ საბედნიეროდ ასისთავს აღმოაჩნდა სულიერი სათნოებები. მაშინ, როდესაც ადამიანური შესაძლებლობები აღარ მუშაობს, მაშინ იწყებს და სათნოება იმარჯვებს სათნოება. ამიტომ არის, რომ ადამიანი რაც არ უნდა გააჩნდეს, ვინც არ უნდა იყოს, თუ მას არ აქვს სულიერი სათნოებები, ნამდვილად არ აქვს შეძენილი, მისი ცხოვრება არის ძალიან დიდი რისკის ქვეშ. იმიტომ რომ ვერაფერი ვერ გააჩერებს განსაცდელს ამ ქვეყანაზე დებოდა ძმები. არ არსებობს დრო, ჟამი, განსაცდელი არის ჩასაფრებული. და მხოლოდ სათნოება შეუძლია მასთან
და არანაირ ადამიანურ ძალაუფლებას და არანაირ პატივს, ან არის სიმდიდრეს, ან არის კავშირებს, ყველაფერი ეს ერთ დროს განხარდება, რა თქმა უნდა, ამას აქვს, რა თქმა უნდა, რაღაც მნიშვნელობა, მაგრამ აბსოლუტური მნიშვნელობა ამას არ გააჩნია. და მხოლოდ სათნოებას, აი ამ სათნოებებს, ამიტომაც დღეს ეკლესია გვასწავლის ჩვენ რომ შევიძინოთ სათნოებები და მივბაძოთ ასის თავს. მისი სათნოებათა უნივერსალური სათნოებათა ტრიადა. სამი სათნოება, რომელსაც ეწოდება უნივერსალური სათნოებები. სამი სათნოება, რომელიც მოიცავს ყველა სხვა სათნოებას თავის თავში. ეს არის სიყვარული, რომელიც გამოავლინა ასისთავმა, ეს არის სიმდაბლე და ეს არის რწმენა. აქ პირველი, მეორე, მესამე თანამედროვე შეიძლება ეს მესამე პირველი იყოს და მასეც არის. რწმენამ გააუცა მაცხოვარი. ასისთავის რწმენამ. რწმენა დედა ყოველგვარი სიკეთისა. და ამიტომ პირველი ეს იყო სიყვარული და თანაგრძნობა. წარმოიდგინეთ, ვინ იყო მონა მაშინდელ ეპოქაში. მონა იყო ჩვეულებრივ მოლაპარაკე იარაღი. არაფერს ფასი არ ქონდა მას. თუ მოგდებოდა ახალ სიყიდე და უკეთეს სიყიდე კიდე. მაგრამ ასისთავი შეძრა ამონის ტკივილმა და ისე განიცადა როგორც საკუთარი თავი და როგორც საკუთარი ნათესავი და ახლობელი და ოჯახის წევრი. შეუძლებელია ეს ღმერთმა არ დაინახოს ესეთი მოძრაობა გულისა, ადამიანის გულისა. რატომ? იმიტომ რომ არსი და მოძრაო საერთოდ ცხოვრობს, სამყარო ცხოვრობს სიყვარულზე დაფუძნებული მხოლოდ. და ღვთის არსი, ესე ამბობენ ღვთისმეტყველები, არის სიყვარული. ამიტომ თუ უნდა ადამიანს რომ განიძარცოს ეგოიზმისგან, რომელშიც ყველა ჩვენთაგანი ვართ შეპყრობილები და გულცივობისაგან და უყურადღებობისაგან უნდა შეიმოსოს ეს უდიდებულესი სათნოება, სიყვარული და ეს იყო პირველი სათნოება ამ ადამიანის საოცარი სათნოება, რომელიც არც ძველ ისრაელში იყო. მიუხედავად იმისა, წარმოიდგინეთ, ჯული ქონდა, წინასწარმეტყველება ქონდათ. ყველაფერი ქონდათ, რომ ესწავლათ ეს. ის ყველაფერი იმისთვის არის, ჯული, წინასწარმეტყველება, ეკლესია, რომ ეს თვისებები შეიძინო. თუ ეს თვისებები არ შეიძინე, მაშინ შენ გააქვს პრობლემა ღმერთთან ურთიერთობაში. მეორე სათნოება, ეს არის სიმდაბლე, რომელიც გამოაჩინა ასისთავმა. გითხარით, რომ როგორი კადნიერება ქონდათ ადამიანებად საერთოდ ებრაელებს კი არა, საკუთარ დაბალ ფენას არ მიიჩნევდნენ არაფრად, პლებს ეძახდნენ დაბალ ფენას და აღარ ლაპარაკი ბარბაროსებსა და სხვა ხალხებზე. მაგრამ ის მიდის, მაგრამ ერთი რომ მიდის, მაგრამ ნახეთ რას ეუბნება. უფალმა როგორც კი დაინახა მისი ასეთი გულის მოძრაობა, მაშინვე უპასუხა. ნახეთ რას პასუხობს ღმერთი, როდესაც ესეთი სიყვარული და თანაგრძნობა დაინახა, მაშინვე უპასუხა, მოვალო და გამკურნაო. მაგრამ ნახეთ რას ეუბნებას, როგორი სიმდაბლე აქვს, საოცარი წარმოუდგენელი სიმდაბლე აქვს საერთოდ. სიმდაბლე ღვთაებრივი თვისებაო და ამ კაცს ჰქონდა ნაჩუქარი ღმერთისგან. ეუბნება, რომ არა ვარ ღირს, რათა სახლსა სართულსა ჩემისაცა შემოხვიდეო, ქვეშე სართულსაც შემოხვიდეო. გახსოვთ ეს სიტყვები თქვენ გემახსოვრდებათ, ამას ჩვენ ზიარების წინ ვამბობ და მამები გვეუბნებიან, ყოველთვის ზიარების წინ ეს სიტყვები თქვიო, წარმოიდგინეთ, ასისთავის სიტყვები სამარადჟამოდ გაჩნდა სიმბოლო სიმდაბლისა და ღმერთთან ურთიერთობა მისასვლელი გზისა. არა ვარ ღირს ეუბნება. საიდან შეიძინა სიმდაბლე და მამები გვასწავლიან, რომ სიმდაბლის შეძენის ერთადერთი საშუალება არის, რომ შენ არ იყო მოხიბლული საკუთარი პერსონით. საკუთარი პერსონის სიმაღლეებით არ იყო მოხიბლული. და განიხილო საკუთარი თავი, იმიტომ რომ ასე ამბობენ, მღრიე წყალში არაფერი არ ჩანს. თუ წყალი დაიწმინდება, უამრავ კენჭს დაინახავ. ჩვენში არის დაცემა, ამპარტავნება, სისაძაგლე, ყველაფერი საშინელება, მაგრამ ამას ვერ ხედავთ, იმიტომ რომ ჩვენი ხედვა არის მღრიე. ერთადერთი ეს არის. გაიწმინდე შენი ხედვა
და დაინახავ საკუთარ თავს და თუ დაინახავ დამდაბლდები და თუ დამდაბლდები, მაშინ ღმერთი მოვა შენთან, რადგან ესე ამბობს ღვთაებრივი ოქროპირი, რომ ამ პარტავანს ღმერთი ეწინააღმდეგება. იმიტომ რომ ესე ამბობენ, რომ ყველა კონფლიქტი, რომელიც ჩვენში არის, ამ პარტავნების გამო არის. ყველა კონფლიქტი არის ამ პარტავნების გამო. ადამიანებთან, სამყაროსთან, საკუთარ თავთან, ამ პარტავანს თვით ღმერთთანაც აქვს პრობლემა. და პირიქით მდაბალს შეეწევა და მისცემს მატს. თუ ამბობენ, რომ სიყვარული არის ღვთის არსი, სიმდაბლეზე ამბობენ, რომ ის არის სამოსი ღვთაებისა. და მესამე და ალბათ ყველაზე უმთავრესი რწმენა ეს არის რწმენა ასის თავისა, საოცარი რწმენა ასის თავისა, რომლის შესახებაც მაცხოვარმა თქვა, რომ ისრაელშიც კი არ მინახავს ასეთი რწმენა და როგორი რწმენა აქვს ასის თავს. როცა ეუბნება, რომ მე მოვალო შენთან სახლში, ნახეთ რას ეუბნება მაცხოვარს, რომ არ მოხვიდე ჩემთან სახლში. არ ჭირდება ხელის დადება და მოსვლა და შეხებაო. თქვიო მხოლოდ. თქვი და განიკურნება ჩემი მონავა. ამით აღიარებს, რომ მაცხოვარი არის აბსოლუტური მართველი ბუნების, ძალების, სნეულების, ავადმყოფობის, სიკვდილის, სიცოცხლის ეს აღიარა. ის აღიარა ეს და ეს რწმენა შეაქო ღმერთმა და ამ რწმენას მოგვიწოდებს, რომ გქონდეს ჩვენ. ასე ამბობენ, ასეც ამბობენ მამები, რომ წმინდა იოანე კრონშტადტელი ამბობს, ღმერთთან მიმართებაში და ღმერთთან რწმენაში შეეცადე. ადგილიც კი არ ქონდეს რაიმე დაეჭვებას. ასეთი რწმენა უნდა ქონდეს ადამიანს და ასეთი რწმენისკენ უნდა წავიდეს ადამიანი, რომ მოიპოვოს და შეიმოსოს ასეთი რწმენა. მტკიცე, ცოცხალი და უეჭველი მტკიცებულება და მტკიცება ღვთის ღმერთში ცხოვრებისა. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაკურთხოთ და ღმერთმა მოგცეს ძალა, რომ ეს ათნოებები შევიძინოთ, რამე თუ ეს ათნოებები არის გზა ღვთისაკენ, ვერასდროს ადამიანი ვერ მოისვენებს. ვერც გარეგნული რელიგიურობით, ვერც გარეგნული იერარქიით, რა დიდი ჩინები და მენდლებიც არ უნდა ქონდეს, ვერაფრით, ვერც სიმდიდრით, ვერც ძალაუფლებით, ყველაფერი შეჭამს ადამიანს, ყველაფერი გაანადგურებს, თუ არ შეიმოსება აი ამ სათნოებები და თუ ამ სათნოებებს მოიპოვებს, ესე ამბობენ წმინდა მამები, რომ შენ იტყვი, რომ ჩემზე ბედნიერი ადამიანი დედამიწაზე არ დადის. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაკურთხოთ.